ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ციფრული მიმართულებით ტრანსფორმაცია გარდუვალი ეტაპია ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის და ეს პროცესი ფაქტიურად ფუნდამენტურად ცვლის ბიზნესის ოპერირების, მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდების გზებს. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესში კულტურული ცვლილებაც არის, რომელიც ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს და სრულიად ახალ გარემოებებსაც წარმოაჩენს. საქმიანი დილას აი ამ ნაწილში ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ განწყობისა თუ საჭიროებების ანალიზს ეფუძნება სამშენებლო სექტორში და რომლის მიზანიც სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმდინარე მდგომარეობის საჭიროებების განწყობებისა და მოლოდინების შესწავლა გახლდათ. ხო და რა შედეგზე გავიდა ეს კვლევა. ამაზე გიყვებით უკვე სტუმრებთან ერთად. მადლობა მინდა უთხრა მობრძანებისთვის ნინო დავითაშვილს. ნინო გახლავთ კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Experiences დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ჩვენთან ერთად არის თონიკე თოხაძე, თონიკესაც იცნობს საქმიანი საზოგადოება, საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე და Sky High-ის აღმასრულებელი დირექტორი. ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის. პირიქით მადლობა. რა ჩაიდო ამ საჭიროება კვლევის? ერთი რაც მომხდა თვალში გუში რომ ამზადებდი ამ ტექსტებს თქვენთან შეხვედრის წინ, რომ ცალსახადსწორად არის ინდუსტრია შერჩეული, ალბათ ყველაზე მეტად თუ კი ვინმეს ერთის მხრივ სჭირდება და მეორეს მხრივ ზოგადად აქტიურია საინვესტიციო ბაზარზე სწორედ დეველოპერული სამშენებლო სექტორია. მეორეს მხრივ რა იდენტიფიცირდა, ნახე, არა კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ მის წინა პერიოდში, რატო გახდა ამ კვლევის ჩატარება საჭირო. თქვენ ხوار დაიწყებთ ბატონო თორე. სიამოვნებო. არა ჯენტლმენურში ნინო და საზოგადოება არ ჩაგვიწევს. იმედია. ასოციაცია მუდმივად აკვირდებოდა და ამზადებდა ნიადაგს იმისთვის, რომ სხვადასხვა სექტორებთან, IT სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა განეხორციელებინა და ამისთვის ხელი შეეწყო. შესაბამისად, როცა ჩამოყალიბდით ამ მიმართულებით, უკვე IT ასოციაცია და Property Georgia შევთანხმდით და იდენტიფიცირებული გქონდა სეგმენტი, ეს არის სამშენებლო დეველოპერული სექტორი და სამშენებლო დეველოპერულ სექტორზე უკვე იგრძნობოდა გარკვეული წევრების ინფორმაციით, ამ კომპანიებთან პირდაპირ შეხვედრებით და უკავშირით ზოგადად უკავშირით ჩვენ ფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ისე არ მიდიოდა, როგორც იქნებოდა უკეთესი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სიღრმისეულად გვიკვлия ეს საკითხები, რომ რატომ იყო გეფი, საკმაოდ დიდი გეფი IT კომპანიების და სამშენებლო სექტორის თანამშრომლობას შორის, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში იყო, რომ IT კომპანიებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა, რომ უფრო დაახლოებოდა სექტორს და მეტი თანამშრომლობის რესურსი მოეძებნა და თვითონ სამშენებლო დეველოპერული სექტორისთვის უკეთესად გადაეწყვიტა ის ამოცანები, მის წინაშე მდგარი ბიზნეს ამოცანები, რომელიც უკავშირდებოდა მომხმარებელთან ურთიერთობას, რაც დეველოპმენტის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იყო წინაპირობა თონიკე. დიახ, წინაპირობა და შემდეგ უკვე ჩატარდა კვლევა, საიდანაც მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია და კიდევ ბევრი საინტერესო რამე ამოვიდა ამ კვლევაში, რაც გამოადგება როგორც IT სექტორს, ასევე სამშენებლო დეველოპერულ სექტორს, რომ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობა და მეტი ღირებულება შექმნა თანამშრომლობის ფარგლებში. ყველაფერი დანარჩენისთვის ნინო დავითაშვილს მოусმინოთ. კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Experiences მმართველ პარტნიორს. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. ძირითადი მიგნებები ნინო, ცხადია შეგვიძლია პირდაპირ კვლევის შედეგებზე გადავიდეთ უკვე. შეგვიძლია. და რა იდენტიფიცირდა, ხო, რა მასშტაბის კვლევა იყო რეალურად, რა მოიცავით და ყველაფერი აი ამ თქვენი ბოლო 7 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც Experience ბაზარზე არის წარმოდგენილი. მადლობა გიორგი, მივესალმები კიდევ ერთხელ მაყურებელს. კვლევის შედეგები რო შევაჯამოთ, კვლევა ჩატარდა 32 კომპანიაში. ეს 32 კომპანია წარმოადგენდა როგორც სამშენებლო სექტორს, დეველოპმენტს, ინვესტირებას, ასე ვთქვათ, სამშენებლო სექტორში და სხვადასხვა მიმართულებები, რაც ვთქვათ, ქვესექტორად შეიძლება მივიჩნიოთ სამშენებლო მიმართულების, სხვადასხვა მრავალფეროვანი კომპანიები მონაწილეობდნენ და ძირითადი მიგნებები რო შევაჯამოთ, დანერგვასთან დაკავშირებით, რა ტექნოლოგიებს იყენებენ, რა ბარიერები არსებობს, დავიწყებ დანერგვის დონე არის ერთგვარი ფრაგმენტულს ვიტყოდი და როგორ ხორციელდება, რაც არის
არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ზოგადად კომპანია იფუნქციონიროს. მაგალითად ის, რომ კონდეს მეილი, Gmail-ი, პირობითად Microsoft-იდან ერგოს და მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებები. ესენია დანერგილი, ასევე ფინანსური ანგარიშგების გარეშეც კომპანია ვერ იფუნქციონირებს. ხო, შესაბამისად, ბუღალტრული ფინანსური სისტემებით რაღაცნაირად იძულებული ხარ და სავალდებულოა ყველა შემთხვევაში, რომ განახორციელო. HR სისტემები გახსნა და გახადო ანგარიშვალდებული, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ სახელმწიფო ანგარიშგება არის სავალდებულო, შესაბამისად კომპანიას უწევს ყველა შემთხვევაში, რომ კონდეს რაიმე ესეთი ფინანსური ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც ამ ყველაფერს აწარმოებს. შესაბამისად, ეს ყველაფერიც დანერგილია. ასევე სექტორში არსებობს ესეთი ადგილობრივი მიმწოდებელი HR მიმართულებით, რომელიც ძირითადი მიმწოდებელია თითქმის ყველა კომპანიის რაღაც ერთეული გამონაკლისის გარდა, ძირითადად ეს HR მიმართულებაც ასე ვთქვათ დაფარულია და კარგად დანერგილი. ანუ მთლიანობაში პირველადი დანერგვის დონეს თვითონ როგორც აფასებენ კომპანიები, რას ნიშნავს ციფრული ტრანსფორმაცია ჩემთვის. პირველი ეტაპი კომპანიებისთვის არის, რომ უარი თქვა ქაღალდზე. ანუ აღარ ჭირდება ხელშეკრულება ფიზიკურად ამობეჭდოს, დანერგილი აქვთ ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმა, რომელიც პირობითად დაინტეგრირებულია ERP software-თან ან რაღაცა ისეთ პროგრამასთან, რასაც იყენებენ, ხელშეკრულებას ელექტრონულად აკეთებენ, ელექტრონულად აწერენ ხელს, არ აქვთ ქაღალდი, შესაბამისად ეს არის ერთგვარი პირველი ეტაპი გაციფრულების, როდესაც ქაღალდს აღარ იყენებ და უკვე რაღაცა პროცესები გაქვს ავტომატიზირებული. შემდეგ უკვე ის რაც ვთქვათ გაყიდვისთვის, პროექტების მართვისთვის სჭირდება და ასე შემდეგ, მან იწყება ბარიერები. ბარიერები არის ის, რომ იმიტომ რომ თავიდან დავნერგე სოფტი, რომელიც დავნერგე ერთგვარი გააზრების გარეშე, ზუსტად მორგების გარეშე ჩემს საჭიროებებზე, მე მიწევს, რომ ყველა სისტემა, რომელსაც დამატებით ვამატებ დავნერგავ, ამ ყველაფერს მოვარგო. იმისთვის რომ გავიგე, ნინო, რომ კარგად გააზრებული ნაწილობრივ არ ქონდათ ამ ნაწილში საოპერაციო. იცით რა, მაშინ, როდესაც მაგალითად ეხა დააფუძნე კომპანია, ან საწყის ეტაპზე ხარ განვითარების და პირობითად ფინანსური სოფტი, ბუღალტრული პროგრამა დანერგე, მაგ პერიოდში შეიძლება არ ფიქრობდე, რომ შენ 5 წელში ან რაღაც უფრო ხანს პერსპექტივაში მე რა დაგჭირდება. მე გაზრდასთან დაკავშირებით ახალი იმ მომენტში შეიძლება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ბუნებრივია ეს არ საუბრობთ იმაზე, რომ რაღაც შეცდომა იყო ან მსგავსი, საუბარია იმაზე, რომ იცვლება საჭიროებები ზრდასთან ერთად და ის საწყისი დანერგილი სოფტი რაღაცნაირად შეიძლება ვერ მოყვებოდეს ზრდასთან ერთად. შესაბამისად, მე უკვე ცვლილების საჭიროება ის, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეცვალო, ბუნებრივია რთულია და ხდება ის, რომ რაღაცნაირად არსებულს არგებ და იძიებ ისე, ანუ იმას ნერგავ, რაც მეტნაკლებად შეიძლება რომ მოერგოს შენ სისტემებს, მაგრამ მანდ მთავარი ბარიერი რჩება ის, რომ მთლიანობაში არ არსებობს ესეთი მაღალკვალიფიციური კომპეტენცია თვითონ კომპანიის შიგნით იმისთვის, რომ განისაზღვროს საჭიროება ზუსტად რა მჭირდება. შეხედეთ, იმ კუთხით მე კომპანიას რა მჭირდება, ზუსტად შეიძლება ვიცოდე და უმეტეს შემთხვევაში იცი. მაგრამ შენ რაც გჭირდება ზუსტად ამ საჭიროებას, რომელი მიმწოდებელი დაგიკმაყოფილებს, სხვადასხვა თქვათ პირობითად ავიღეთ ERP სისტემა, ხო? ზუსტად ბევრი სისტემა არსებობს, შესაბამისად რომელი დააკმაყოფილებს ზუსტად შენ საჭიროებებს და რომელი მოერგება ზუსტად საუკეთესოდ შენს არსებულ სისტემებს, აი ამის დეფიციტია ამ ცოდნის და ეს ბუნებრივი დეფიციტია, იმიტომ რომ კომპანიაში რომ ამ მიმართულებით მიმუშაობ, შენ ბუნებრივად ვერ გეცოდინება ყველა სისტემა დეტალურად რა შესაძლებლობები აქვს, ხო? და ერთ-ერთი ბარიერი დანერგვის რაც იყო გამოიკვეთა ზუსტად მაგ მიმართულებაში, რომ ერთგვარი კონსულტანტის საჭიროება, რომელიც გახდება ხიდი დამკვეთ სამშენებლო კომპანიასა და სისტემის მიმწოდებელს შორის, იმისთვის რომ დაეხმაროს ორივე მხარეს, რომ მე შეიძლება დავნერგო კონკრეტული სოფტი, მაგრამ მისი შესაძლებლობები სრულად არ ვიცოდი, დაკვეთითაც არ ეს რეკომენდაციაა, ნინო? ეს არის ბარიერი, რომელსაც რეკომენდაციაც მოყვა, კი, ბუნებრივია, იმიტომ რომ
ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც ბარიერად იქცევა ციფრული ტრანსფორმაციის. გადასვლა იმ ბარიერებთან ერთად და ნინომაც მინდა ამ კითხვაზე გაამზადოს პასუხი, რაც თორნიკესთან მაქვს, რა კონკრეტული რეკომენდაციები მოყვა ამას ყველაფერს? და არის თუ არა კვლევის ნაწილი ძალიან რეკომენდაციებიც? შეიძლება ეს ლაკონურად აჩვენო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის რეკომენდაციებსა და კვლევის შედეგებს შორის კავშირი. ანუ რეალურად ღონისძიებაზე სადაც ჩვენ დახურულად წარვადგენთ სამშენებლო დეველოპერულ სექტორთან ეს FIAPS-ისთან და Property Georgia-სთან ერთად ასოციაციამ აქვე იყო IT კომპანიებიც ესწრებოდნენ ამ კვლევის პრეზენტაციას და იქვე იყო რამოდენიმე გადაწყვეტილების პრეზენტაცია და ამ გადაწყვეტილებებზე მოსაზრება ერთის მხრივ სექტორისგან როგორ ჩანს და მეორეს მხრივ რეალურად რა შეუძლია. ამიტომ აქ არის ძალიან დიდი აცდენა. ხშირ შემთხვევაში შეუძლია რაღაცეები მიმწოდებლებს გააკეთონ, მაგრამ ეს არ იციან არ აქვთ ამაზე ინფორმაცია კონკრეტულ მომხმარებელს. ნინო, რას დაამატებ? ხო, მანდ დავამატებდი ასევე შიგნით ცოდნის ბარიერს თანამშრომლებში. თქვენ როცა experience barriers-ზე საუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ არ არის, ან ნაკლებია, ხო? თქვათ ცოდნა, იმიტომ რომ ბარიერი ხელმისაწვდომობის პრობლემა არის თუ რა ირაა? ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხდება დანერგვა თვითონ სისტემურ დონეზე. გავიქე. კი ბატონო. ერთი არის, რომ შეიძლება ზუსტად სრულფასოვნად, ჩემთვის საუკეთესო სისტემა შეიძლება დავნერგე, მაგრამ არ გამოვიყენე ის ყველა შესაძლებლობა, რომელიც ამ სისტემას ჰქონდა, მარტო იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რომ ეს შესაძლებლობა ჰქონდა. და მეორე არის, ასე ვთქვათ, ის რომ მთლიანობაში იხარჯება რესურსი უმეტესად იმაზე, რომ დავნერგო სისტემა, მაგრამ ამ სისტემას სჭირდება სათანადო ტრენინგი თანამშრომლობის და იმიტომ რომ შეიძლება არ არსებობდეს დავნერგავი კვალიფიციური ადამიანი, რომელიც ყველა თანამშრომელს საკმარის ცოდნას მისცემს იმის შესახებ, როგორ გამოიყენოს აითვისოს ეს სისტემა. შემდეგ ხდება ის, რომ უბრალოდ თანამშრომლები არიან სკეპტიკურად განწყობილი, არ იყენებენ, რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ოფცე და საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ ის, რომ სისტემა დაინერგა, სისტემის დანერგვა არ საჭიროებს ცოტა ხარჯს და ეს უბრალოდ არ აითვისეს თანამშრომლობა, იმიტომ რომ ვერ ისწავლეს, იმიტომ რომ არ მიეწოდათ საკმარის ინფორმაცია მის რაში გაუმარტივებდათ მას საქმეს ეს სისტემა და ასე შემდეგ საბოლოოდ ეფექტურობას ხარჯავთ. და საბოლოო ჯამში ეს იწვევს იმას, რომ აღქმა არის, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არის ხარჯი. ეს არ არის აღქმული როგორც ინვესტიცია, რომელმაც მე სარგებელი უნდა მომიტანოს, ხო? აი კვლევის რესპონდენტები ხშირ შემთხვევაში იყვნენ დირექტორები, დამფუძნებლები, მსგავსი პოზიციის მქონე თანამშრომლობით და ისინიც კი იმის მიუხედავად, რომ ნერგავენ სისტემას, არანაირად არ ელიან, რომ ეს რაიმე ფინანსურ უკუგებას მოუტანს. ანუ არ არის მოლოდინი, რომ ეს ან საოპერაციო ხარჯს შემიმძირებს, ან რაღაცა ის მსგავს გამიმარტივებს. აი, დაუბრუნდეთ მაგ თემას, რომ ეს სტიგმატური მიდგომებიც ერთად დავამსხვრიოთ. შედარებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეც იქეთეს დაინახავენ ბევრი და ამის წარმატებული მაგალითებიც გვაქვს. კი, ბუნებრივია. თქვენი ჩართულობითაც. კარგი. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა პრეზენტაციისთვის ნინო დავითაშვილს, კვლევით და საკონსულტაციო კომპანია Experience-ის მმართველი პარტნიორი და თორნიკე თოხაძეს, აი თაგის საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარეს და Sky High-ის აღმასრულებელ დირექტორს.